მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთედოლიძე ვარ. თბილისის საკრებულოსთან 26 ივლისის აქციის მიმდინარეობისას 10 ადამიანი დააკავეს, ასევე რამდენიმე ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით დაკავებულებს შეურაცხყოფელი შინაარსის ბანერები ეჭირათ ხელში. ყველა მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლებით იქნა დაკავებული. პროტესტის მონაწილეები და პოლიტიკოსები დაკავებების მიზნად საზოგადოებაში სოლიდარობის აღმოფხრის სურვილს ასახელებენ, თუმცა ნაწილი თვლის, რომ მსგავსი ტიპის ქმედებები ხელისუფლების მხრიდან დუღილის ტემპერატურას კიდევ უფრო სირდის. და ეს განახლებული ტალღა იმაზე მეტყველებს, რომ შეიძლება მოეჩვენა ხელისუფლებას და ალბათ არც მოეჩვენა რაღაცა გავლენას, თქვათ შიშის დათესვის ფაქტორ, ეს ახდენს რაღაც გავლენას მოსახლეობის ფართო ფენებზე. მაგრამ არ ამგონია ამან დიდი გავლენა მოახდინოს იმ ადამიანებზე, ვინც გადაწყვეტილი აქვთ, რომ ამ რეჟიმს ებრძოლონ. იმაზე გავლენას ეს ვერ მოახდენს. და ეს არის სასწრაფოთელი მცდელობა ხელისუფლების, რომ აი რაღაცნაირად სახე შეინარჩუნოს და ვითომ აი რაღაც მაგარი ბიჭები არიან და არავის ისე არ დატოვებენ. მაგრამ პროცესები მე მგონი თავისთავად მიმდინარეობს. თავისთავად აგაგებით, რომ ის პოლიტიკა, რომელიც აქვს ხელისუფლებას, თავისთავად შექმნის იქითკენ მიდის, რომ ეს დუღილის ტემპერატურა კიდევ უფრო გაიზრდება. პირველ რიგში სოლიდარობა ყველა უკანონოდ დაკავებულ ადამიანს, ჩემი აზრით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები, თუნდაც ვახოს ანაიას დაკავება, თუნდაც გიორგი ახობაძის დაკავება და შემდეგ უკვე 10 ადამიანის დაკავება, უკავშირდება იმას, რომ როგორღაც საზოგადოებაში აღმოიფხვრეს სოლიდარობა. ყველანაირ გზას მიმართავენ იმისთვის, რომ გაქრეს სოლიდარობა საზოგადოებაში, ყველას შეეშინდეს, თუ მაგალითად მე შენს მიმართ გამოხატო სოლიდარობას, ვიცი რომ მეც დამიჭერენ. არ გამოვიდა ეგ სოლიდარობის ჩახშობა, როგორც ვნახეთ, იმიტომ რომ 10 ადამიანის დაკავების შემდეგ მაინც მეორე დღესაც იდგა ხალხი საკრებულოსთან ზუსტად იგივე შინაარსის ბანერებით და თან ეს ბანერების გამო დაკავებაც არ არის პირველი. 2023 წელსაც გვინახავს ცარიელი ფურცლების გამო დაჭერილი ადამიანები, ტროტუარზე დაჭერილი ადამიანებიც გვინახავს და პოსტების გამო დაჯარიმებული და დაჭერილი ადამიანებიც გვინახავს, მანამ სანამ დრაკონულ კანონებს მიიღებდნენ, იქამდე იქცეოდნენ დრაკონულად. ან კანონი არის უბრალოდ იმისთვის, რომ ვიღაცას მოაჩვენონ თავი თითქოს მიქცევიან კონსტიტუციის ფარგლებში, მაგრამ როდესაც კანონი ეწინააღმდება კონსტიტუციას, ჩვენც ვალდებულები ვართ გავუწიოთ წინააღმდეგობა. ეს არის ჩვენი გეგმა. წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის მარეგულირებელი კომისიის სხდომა შედგა, სადაც საქართველოს მასშტაბით ელექტრომომარაგების ავარიულად გათიშვასთან დაკავშირებით განხილვა გაიმართა. სამეკის სამუშაო ჯგუფმა საქართველოში 24 ივლისს ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინა. დასკვნის მიხედვით დაახლოებით 00 საათსა და 10 წუთზე მოხდა საქართველოს ენერგოსისტემის გამოყოფა აზერბაიჯანის ენერგოსისტემისგან და საქართველოს ენერგოსისტემა დარჩა იზოლირებულ რეჟიმში, რა დროსაც დაიწყო სიხშირისა და ძაბვის ვარდნა. 2026 წლის 24 ივლისს საქართველოს ელექტროსისტემა პარალელურ რეჟიმში მუშაობდა აზერბაიჯანის ელექტროსისტემასთან 330 კილოვოლტის ძაბვის ელექტროგადაცემის ხაზების მეშვეობით. დაახლოებით 00 საათსა 10 წუთზე და 59 წამზე მოხდა საქართველოს ენერგოსისტემის გამოყოფა აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან და საქართველოს ენერგოსისტემა დარჩა იზოლირებულ რეჟიმში. რა დროსაც დაიწყო სიხშირის და ძაბვის ხევები. აღნიშნულმა მაჩვენებლებმა მიაღწიეს იმ მნიშვნელობებს, რომელი მნიშვნელობების შედეგადაც ენერგოსისტემაში დაიწყო კასკადური გამორთვები ეგრეთ წოდებული, როგორც ელექტროსადგურების, ისე მომხმარებლების. შედეგად კი მოხდა ენერგოსისტემის სრული ჩაქრობა. აღნიშნული ფაქტის განმაპირობებელ ერთ-ერთ გარემოებად დღის მდგომარეობით და SSR-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად გახდა მიზეზი ქვესახური ქუთაისი 200-დან გამომავალი 100 კილოვოლტი ძაბვის ელექტროგადაცემის ხაზი გეგმით, რომელიც წარმოადგენს საერთო საზოგადოება ენერგოპროდუქციას საკუთრებას. მიგვაჩნია ჯგუფს, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა არ უნდა დალოდებოდა ელექტროგადაცემის ხაზებზე სრულფასოვნად სწრაფმოქმედი დათვების მოწყობას და უნდა განეხორციელებინა არსებული რელევური დაცვის და ავტომატიკის გადაანგარიშება. რათა მინიმუმამდე დაიყვანა თუნდაც აზერბაიჯანთან გამყოფი ავტომატიკის ამოქმედების ალბათობა და ემოქმედა საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობის და მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნების შესრულებას. მოცემული საკითხი საჭიროებს ორი მიმართულებით კვლევას. პირველი გახდა კავშირის გაწყვეტა აზერბაიჯანთან და მეორე საკითხი.
საქართველოს ენერგოსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობის უნარობის ნაწილში. სამ დასკვნის გამოვიტანთ, ჯობია რომ წინარე შეფასებებისაგან თავი შევიკავოთ. აქ მრავალი ფაქტორი, აქ არის ენგურხესის მარეგულირებელი მოწყობილობების ხარვეზების ფაქტორი, აქ არის ქსელში სარელევო დაცვის გამონაწილეება, ქსელში სარელევო დაცვის ძველი მოდიფიკაცია, გადასაიარაღებელი პროცესის საკითხი, სადაც საჭიროა ინვესტიციების ჩადება. ეს არ მოხდება, ასე ვთქვათ, ერთიანად, უცბად, ეს საჭიროებს გარკვეულ კუთხით კოორდინაციას, კოორდინირებას, კონტროლს, მარეგულირებელის მიერ გათვალისწინებას, ვთქვათ, იმათ გამონაწილებელი სისტემების ბიუჯეტში და ეს არის კომპლექსური საკითხი, რომ სისტემის საიმედოობა ამაღლდეს, გადაიარაღდეს გამონაწილებელი ქსელის კომპანიები შესაბამისი ისეთი მოწყობილობებით, რომელიც უზრუნველყოფს სისტემის დაბადებას. იცით რომ ორი კუთხით მიმდინარეობს მოკვლევა, ერთი იძიებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მეორე კუთხით CMEK ტექნიკური, ასევე მიდის შიდა მოკვლევა, ეს არის კომპლექსური საკითხები, მალე არ სრულდება ესეთი ტიპის მოკვლევები, ეს საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას. ამ ეტაპზე ეს არის CMEK-ის პოზიცია, ვერ ვიტყვი ამას რომ სიცრუე, ეს არის ტენდენციურად წაყვანილი და მოდი დაველოდოთ ახლა არის ჩანაწერები, გაანალიზდეს ეს ჩანაწერები, ამას ხო სჭირდება გარკვეული დრო, ეს ერთ-ერთ დღეში არ დასრულდება. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის პრეპარატ ჯინივოსტატის შეძენის შესახებ იტალიურ მწარმოებელთან ხელშეკრულება გაფორმებულია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მიხეილ სარჯულაძის თქმით, მედიკამენტი განკუთვნილია ბავშვებისთვის 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე. მინისტრის განცხადებით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს. წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები იტალიურ კომპანია იტალფარმაკოსთან, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ. ეს მედიკამენტი განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც შეიძენს ამ მედიკამენტს და შეიტანს მას დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში. რაც შეეხება მეორე მედიკამენტს, რომლის თაობაზეც იყო საუბარი ადრე, მინდა აღვნიშნო, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე მიმართულებით კვლავ გრძელდება და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება. 28 მაისი იყო, როდესაც ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად ჯივინოსტატის გამოყენება, რომელსაც მოგეხსენებათ, რომ ევროპული სააგენტოს დასტური ჰქონდა, თუმცა კვლევები კიდევ მიმდინარე იყო. ეს საერთოდ არის პროცესი, დიუშენთან დაკავშირებული პროცესი, რომელშიც ძალიან სწრაფად ვითარდება პროცესები, ცვლილებებიც საკმაოდ ბევრია და ყველა განსაკუთრებული სიფრთხილით აკვირდება ამ პროცესებს. აი მაისის გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რამაც მნიშვნელოვნად ხელი შეუწყო და დააჩქარა შეიძლება გადაწყვეტილებები. სიფრთხილის მიუხედავად, მაინც გაბედული გადაწყვეტილებაა ეს გადაწყვეტილება. ნამდვილად მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, ვინც ამ ნაბიჯს გადადგამს და იქნება სამაგალითო ბევრი სხვა ქვეყნისთვის. ესეც აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორი გახდა. ასაკის ჩარჩო დაახლოებით ასეთია 6 წლიდან იწყება და გადაადგილების უნარის ქონა აუცილებელი რომ ჩაერთოს და მიიღოს ეს მედიკამენტი. ასეთ რიცხვი, რა თქმა უნდა, არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ასაკით და ამ გარემოებით წრე ბენეფიციარებისა. იქ არის დამატებით გარკვეული ფაქტორები, რომელზეც გვესაუბრება თვითონ იტალიური მხარე და რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ მოგვიწევს კონკრეტული მათ შორის ანალიზების ჩატარება. თუმცა გამორიცხულია, რომ ეს დიდი რიცხვი იყოს ბავშვებისა, რომელთან მიმართებაში შეიძლება აი ასაკის და ამ გარემოების მიუხედავად შეიძლება ვერ ხერხდებოდეს. საორიენტაციოდ იქნება ლაპარაკი დაახლოებით 30-ის ფარგლებში, 30-35 ალბათ რიცხვი ბავშვებისა, რომელსაც შეიძლება ეს მედიკამენტი გამოადგეთ. ჩვენ ვემზადებით მორიგი გადაწყვეტილებისთვის მეორე მედიკამენტთან დაკავშირებით, რაზეც თავიდან აღინიშნა, რა იქნება ეს, როგორ იქნება, რა პირობით იქნება, ამაზე ბუნებრივია, რომ ჯერჯერობით ნამდვილად ვერ გესაუბრებით. რეალისტურია, რომ სექტემბერში რეალურად დაიწყოს მკურნალობა. ოპტიმისტური განწყობით ალბათ სექტემბრის დასაწყისი უნდა ვთქვათ და სექტემბრის განმავლობაში ყველა შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ მკურნალობის პროცესი რეალურად
დაიწყება. გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდით, რათა გვეპოვა გზა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის საქართველოში ჯივინოსტატის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამინისტროს ერთგულებამ და მტკიცეს სურვილმა, რომ ჯივინოსტატის საქართველოს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ეს შეთანხმება პარტნიორობის ძალას ნათლად აჩვენებს, როდესაც პაციენტი, სახელმწიფო და ინდუსტრია ერთიანდებიან, შეუძლებელი არაფერია და სწორედ პაციენტი ხდება ყველა ძალისხმევის მთავარი ცენტრი. ამ თანამშრომლობით ნამდვილად ვამაყობდა საქართველოს მთავრობასთან და პაციენტთა საზოგადოებასთან ერთად მუშაობას გავაგრძელებთ, რათა ეს შესაძლებლობა ყველა პაციენტამდე მივიდეს. სექტემბრიდან ოზურგეთის ყველა საჯარო სკოლაში, ხოლო ჩოხატაურის და ლანჩხუთის რამდენიმე სკოლაში ღირებულებითი კლუბები შეიქმნება. აღნიშნულთან დაკავშირებით 36 სასულიერო პირი გადამზადდა. ისინი კლუბის მუშაობის წარმართვის მიმართულებით დატრენინგდნენ. ტესტირება გაიარეს და შესაბამისი სერტიფიკატებიც გადაეცათ. სერტიფიკატები სასულიერო პირებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გადასცა. აღნიშნული ტიპის კლუბები საქართველოს რამდენიმე ეპარქიაში უკვე ფუნქციონირებს და ის განათლების სამინისტროს და საპატრიარქოს ერთობლივი პროექტის ღირებულებითი განათლება შემადგენელი ნაწილია კლუბი, რომელში გაწევრიანებაც მოსწავლეებისთვის ნებაყოფლობითი იქნება, მოსწავლეებში ქრისტიანული ღირებულებების დანერგვაზე იმუშავებს. დღეს შემოქმედის ეპარქიაში კიდევ 36 სასულიერო პირი გადამზადდა და მათ მიიღეს შესაბამისი სერტიფიკატები. ეს პროცესი ძალიან გვახარებს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, დიდი პასუხისგებლობით, დიდი მოწიწებით, დიდი სიფრთხილით ვეკიდებით ჩვენ მოზარდებთან, სკოლის მოსწავლეებთან ურთიერთობას. ღირებულებითი კლუბი ფაქტობრივად იკრებს ძალას სკოლებში და ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომ ეკლესიამ თავისი სათქმელი თქვას ქრისტიანულ ღირებულებებზე დაყრდნობით და აღმოჩნდეს თანამედროვე მოზარდისათვის კარგი გზამკვლევი, კარგი ნავიგატორი, კარგი მიმთითებელი საჭირო მომენტში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს, კარგისა და სიკეთისა და ბოროტების გარჩევის დროს. ჩვენმა ეპარქიამ რამოდენიმე ხნის უკან გაიარა ეს სწავლება, ტრენინგები, მათ შორის ტესტირება და დღეს ეს ასე დაგვირგვინდა, სიგელები გადაეცათ სასულიერო პირებს და სექტემბრიდან ყველა მათგანი შეძლებს, რომ სკოლებში შევიდნენ და მომავალ თაობასთან ღირებულებით განათლების შესახებ ღირებულებებზე ისაუბრონ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მეუფე იოსების კურთხევით ჩატარდეს ეპარქიაში, მისი მხარდაჭერით, მისი ლოცვა კურთხევით და სექტემბრიდან, როგორც მოგახსენეთ, მეუფის კურთხევით არჩეულია სკოლები, სადაც სასულიერო პირები შევლენ და მოსწავლეებს ესაუბრებიან ღირებულებების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავეს. გამოძიებით დაადგინდა, რომ გზავრობის საფასურის გამო ტაქსის მძღოლსა და არასრულწლოვანს შორის დაწყებული კონფლიქტის შედეგად დანაშაულში ბრალდებულმა პირმა ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა ტაქსის მძღოლს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს, მათ შორის 2 უკრაინის მოქალაქეა. სამართალდამცველებმა თბილისში ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცება დამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. ბრალი 20 წლამდე უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და ყალბი დოკუმენტების გამოყენების ბრალდებით 2 პირი დააკავეს. გამოძიებით დაადგინდა, რომ ბრალდებულებმა ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით დაზრალებული მოატყუეს და 17 ავტომანქანის შესაძენად გადარიცხულ 450,900 ამერიკულ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ, რის შემდეგაც მიიმალნენ. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ახლა კი ჩვენს ეთერში ამინდის პროგნოზის დროა, გაგაცნობთ ხვალინდელი დღის ამინდის პროგნოზს. ხვალისთვის ოზურგეთში მოსალოდნელია 23 გრადუსი სითბო, ჩახატაურში უფრო მაღალი იქნება ტემპერატურა და შეადგენს 27 გრადუსს, ასევე 27 გრადუსი დაფიქსირდება ლანჩხუთშიც. რაც შეეხება ურეკში ნავარაუდებია 26 გრადუსი სითბო, ხოლო ბახმაროში 21 გრადუსი. რაც შეეხება დედაქალაქ თბილისში, ხვალისთვის სინოპტიკოსები ვარაუდობენ 34 გრადუსს ტემპერატურას. დღეისათვის სულ ეს იყო, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.